სახელმწიფო სფეროს წარმომადგენელთა საპროტესტო აქცია, რომელიც კულტურის სამინისტროსთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, ამ წუთისთვის არის დასრულებული. მათი მოთხოვნის მიუხედავად შესულიყვნენ კულტურის სამინისტროში და გაემართათ დისკუსია კულტურის სამინისტროს ხელმძღვანელთან თინათინ რუხაძესთან. სამინისტროდ მათ უწყებისგან მიიღეს უარი, რამაც გამოიწვია კულტურის სფეროს წარმომადგენელთა პროტესტი. რამდენიმე საათის განმავლობაში სახელმწიფო სტრუქტურასთან იყვნენ საპოლიციო დანაყოფები, საპატრულო პოლიციის კორდონი იყო ერთგვარი მოწყობილი დემონსტრანტებსა და სამინისტროს შენობას შორის და ამით ამ ფორმით არ ეძლეოდათ სახელმწიფო სფეროს წარმომადგენლებს შენობაში შესვლის საშუალება. მათ მიმართეს კანცელარიასაც შესვლის მოთხოვნით, თუმცა იქიდანაც რამდენიმე საათის შემდგომ მიიღეს უარი. რის შემდეგაც საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წაიკითხეს მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის წერილი, რომელიც მან სულ რამდენიმე საათის წინ გამოაგზავნა საპატიმო დაწესებულებიდან. ანდრო ჭიჭინაძე არის სწორედ იმ თეატრის მსახიობი და დასის წევრი, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გუშინ 16 ապრილს კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებდნენ აქ შეკრებილი აქციის მონაწილეები რამდენიმე საათის განმავლობაში. თავად სახელმწიფო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქართული ოცნება ცდილობს მათი შეფასებით გაიმეოროს საბჭოთა რეპრესიები, რომლებიც დაიწყო მე-20 საუკუნის 30-იან წლებში და განსაკუთრებულ პიკს მიაღწია 1937 წელს, თუმცა ისინი დასძენენ, რომ არ აპირებენ, რომ სახელმწიფო პარტიას მისცენ ამ ისტორიის ხელახლა გამეორების და საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალება. ანდრო ჭიჭინაძე ამ წერილით მიმართავს ქალბატონ თიკა რუხაძეს, კულტურის მინისტრს. ეს არ არის სრული წერილი სავარაუდოდ მოგვიანებით დაიპოსტება. წავიკითხავ იმას, რაც ჩვენ გავარჩიეთ. რა დღეში ჩაგიგდიათ თავი? სავარაუდოდ ცოტა ისტორია გეცოდინებათ და თქვენი გადაწყვეტილება რამეს ხომ არ გახსენებთ ისევ ჩვენი ისტორიიდან. დათო დოიაშვილი თავის სათქმელს ყველა სივრციდან იტყვის და ხალხი მის სათქმელს დაელოდება. იმიტომ რომ მართალია, ნიჭიერია, ნამდვილია და ღირსეული ადამიანია. ისე წესით ამ ყველაფრისთვის ვერ უნდა იცლიდეთ. გახსენებთ, გელათი გენგრევათ. 5 წელია ვერ გადახურეთ და მარტო თქვენი ბრალია, რაც გელად ჭირს. სეწიწყლოში ტაშტების შეყუდების მეც ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავთ. რისთვის იცლით? უხერხულობა ოდნავ მაინც არ გაწუხებთ? ჩემი სოლიდარობა უღირსეულეს მეგობარს დათო დოიაშვილს. დოი, ყველაფერი წინ არის. რაც შეეხება ირაკლი კობახიძეს, გუშინდელ ინტერვიუში, სადაც ყველაფერი იკადრა, ჯერ თავდასხმაში დამადანაშაულა და მერე პირადად ჩემს ოჯახს შეეხო, რომელიც ყველა რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა, მათ შორის წინამთავრობის დროს. ჩემო ირაკლი, ის რაც გააკეთე, ვინმე თუ გყავს კაცი გვერდზე, კითხე მაგ საქციელს რა ქვია. პირისპირ თუ აღმოჩნდებით, შეძლებ ჩემთან იგივეს გამეორებას. არ ამგონია. ძალიან მძიმე დღეები უდგას ქართულ კულტურას და ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა. ეს წმენდა და რეპრესიები მიმდინარეობს დიდი ხანია. ჩვენ ხედავთ ბოლო 10 დღის განმავლობაში ყველაზე ფუნქციურ სივრცეებს ადანაშაულებენ უფუნქციობაში და ეს არის დიდი ტყუილი. როდესაც ლაპარაკობენ დათო დოიაშვილზე და ახალ თეატრზე და როცა ამბობენ, რომ იქ პროცესი იყო შეჩერებული, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს არის ტყუილი. შეიძლება არ იცოდეს აი ამ ეგრეთ წოდებულმა კულტურის სამინისტრომ, რომ თეატრი არ არის მხოლოდ სარეპერტუარო პროცესი, ეს არის სარეპეტიციო პროცესიც. თეატრში მიმდინარეობდა 5 სპექტაკლის რეპეტიცია ერთდროულად. იქნებოდა ახალი რეპერტუარი, შესაბამისად არგუმენტი, რომ ტყუილად იღებდა თეატრი დაფინანსებას, ეს არის ტყუილი. შესაბამისად ის ბრალდება, რომელსაც იღებს ახალი თეატრი, პრინციპში შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მსგავსია იმ ბრალდებისა, რასაც იღებს თემურ ჩხეიძის სახელოსნო. თურმე, როცა სახელმწიფოსგან იღებ დაფინანსებას და სახელმწიფო დოტაციაზე არსებობ, არ უნდა გააკრიტიკოს სახელმწიფო. ჯერ ერთი, არავის გაუკრიტიკებია სახელმწიფო. და თუ შეიძლება არ აგვერიოს სახელმწიფო და ხელისუფლება ერთმანეთში. სახელმწიფო არ არის ხელისუფლება. და სწორედ სახელმწიფოს და არა მით უმეტეს არალეგიტიმურ ხელისუფლებას ემსახურებოდა თემურ ჩხეიძის სახელოსნოც
და ახალი თეატრით სახელმწიფოს და ხალხს და სწორედ ეს არ აპატიეს არც ერთ სივრცეს, რომ ეს სივრცეები პარტიას კი არა, ან პარტიას, რომელმაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა, ემსახურებოდა, არამედ ემსახურებოდა სახელმწიფოს ეროვნულ იდეას, ემსახურებოდა ხალხს და იდგა თავის მაყურებლის გვერდით. იმიტომ გვინდა შევიდეთ, რომ ეს კულტურის სამინისტრო გვეკუთვნის ჩვენ, ხალხს გვეკუთვნის, ამ სფეროში მოღვაწე ადამიანებს გვეკუთვნის. და თუ კი შეგვიშვებენ და თუ ეს დიალოგი შედგება, ჩვენ პასუხი უნდა მოვისმინოთ. და ეს პასუხი უნდა იყოს პრინციპული და ეს პასუხი უნდა იყოს ადამიანებზე და მოქალაქეებზე მორგებული. ნახოთ როგორ იქნება, ჩვენ არ გავჩერდებით და პროტესტი გაგრძელდება აუცილებლად. სახელმწიფო სფეროს წარმომადგენელთა განცხადებით კულტურის სამინისტროს კარის ჩარაზვა მათთვის არის მიუღებელი და ცინიკური დამოკიდებულება სახელმწიფო პარტიის მხრიდან. ისინი აცხადებენ, რომ მათი პროტესტი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება და ერთგვარად დაანონსეს წინააღმდეგობის მოძრაობის შექმნა. მათი შეფასებით დაიწყება სპეციალურ მანიფესტებზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც საპროტესტო კერად, უწყვეტ საპროტესტო კერად გადაიქცევა ქუჩა და სპექტაკლები, როგორც ისინი აცხადებენ, გაიმართება ქუჩის ფორმატში, რითაც მაყურებელს გამოიყვანენ გარეთ და ჩართავენ ამ საპროტესტო მოძრაობაში. მათივე შეფასებით დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება უკავშირდება ახალი თეატრის ბოლოდროინდელ საპროტესტო მოძრაობას და საპროტესტო მანიფესტებს, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მას შემდეგ, რაც დაკავებული იქნა პროევროპული საპროტესტო აქციების ფარგლებში მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და სწორედ ამ თეატრმა რამდენიმე საპროტესტო მანიფესტი გამართა საქართველოს მასშტაბით.